ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ქართული ოცნების მიერ მართულ მოძალადე ჯგუფებს ამ ხელს კრიტიკულ დასკვნაში აღწერილი ინციდენტის შესახებ დეტალების გასარკვევად მთავარი არხის გადამღები ჯგუფის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სიღნაღის სოფელ ქვემო ბოდბეში. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს უარყოფს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. საუბარია 26 ოქტომბერს ქვემო ბოდბეში 25 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სადამკვირვებლო მისიის კუთვნილი ავტომანქანა რამდენიმე ათეულმა პირმა დააზიანა. კერძოდ მათ ავტომობილს საბურავები გაუხრიტეს და მანქანა მიზან მიმართულად დააჯახეს. თათია წოწონავა გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში უფრო ვრცლად რა განმარტებები კეთდება შემთხვევის ადგილზე სოფელ ბოდბეში. დავიწყოთ ჩინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით უწყება წერს, რომ ფაქტზე იმყოფებოდა ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და დააფიქსირეს მძღოლისგან, როგორც თავად წერენ ის, რომ მძღოლს გვერდულზე ჰყავდა, ანუ კანონდარღვევით ჰყავდა გაჩერებული ავტომობილი და ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა სავარაუდოდ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა მას არ დაუფიქსირებია, როგორც ჩინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ეს იყო მიზან მიმართულად დაზიანებული ავტომობილი და როგორც ჩინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარ შემთხვევაზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით. მოკლედ, რასაც წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მის ანგარიში, ამაზე დაკავებული როგორც ჩანს ამ დრომდე არავინ არ არის. ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ ქვემო ბოდბეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც ძირითადად ფაქტს დაპირისპირების შესახებ და კუნთმაგარი პირების მობილიზებაზე უარყოფენ ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის როგორც ვიგებთ და ადგილზე ყვებიან, სოფლის დეპუტატი დაეხმარა მძღოლს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მძღოლს, ანუ ავტომობილის მძღოლს დაეხმარა და მას ჰქონდა ლურსმანი საბურავში შერჭობილი, თუმცა დაპირისპირებას უარყოფენ ძირითადად. ვესაუბრეთ ასევე ოპოზიციის კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელს, რომელიც სრულიად საპირისპიროს ყვება და ამბობს იმას, რომ ამ დღეს 26 ოქტომბერს ყველა უბანზე იყო ფაქტობრივად საზოგადოებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის გაკეთებული სირცხვილის კორდონი და სწორედ ამ კორდონში ატარებდნენ ადამიანებს და ძალიან მძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას, ვინც საკუთარ ხმას იცავდა. შეგვიძლია მოვისმინოთ ვერსიები, თუ რა ვერსიებზე საუბრობენ ადგილობრივი. არავის არ დაუხრეთია. მანქანა მოვიდა პაკრიშკა ქონდა სლაბი. ესულებოდა რა თითქმის. შეულებრივი მე გამოიძახე საპატრულო ეკიპაჟი. მოვიდნენ შეამოწმეს, არაფერი არ იყო ისეთი და უბრალოდ გავისთაშეოდა საბურავი, მივეხმარა მე. აკრიშკა უბრალოდ ლურსმანი ქონდა აღებული და ეშვებოდა. სტატიაშია საუბარი, რომ 40-მდე ადამიანი დაესხა თავს სადამკვირვებლო მისიას და საბურავები დაუხრიტეს. ამის შემდეგ მოაწყვეს ინსცენირება ავტოსაგზაო შემთხვევის და იქ მყოფ ერთ-ერთ ადგილობრივ მამაკაცს დააჯახეს ავტომობილი და ამის შემდეგ მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია. 26 ოქტომბერს აქ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი რომ მოხდა, ხომ თქვენი მეუღლე იყო კომისიის თავმჯდომარე? ინციდენტი არაფერი არ მოხდა რა. როგორ არა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მისიის წარმომადგენლებს მანქანის საბურავები დაუყრდა. რატო არის ტყუილი? იმიტომ რომ მათ პატრული გამოიძახეს და ყველაფერი ისე იყო და უყურე და გამოწყვეტა. დღეს მე ტელევიზიით მოვისმინე, არის აბსურდული. აი ეგ რასაც თქვენ საუბრობთ. რატომ არის? თვითონ მე ვიყავი უბანზე იმ დროს, როდესაც საბურავი დაეშვათ და ჩვენმა დეპუტატმა ზურა მინდორაშვილმა თავისი ხელით შეუცვალათ. რომ გამოვიდნენ, ხო? ისეთ შეწუხებულები იყვნენ, რომ საბურავი, ერთი საბურავი იყო დაშვებული, აი ცუდად იყო მანქანა გაჩერებული და იქ არავის არაფერი არ დაუშავებია, შემთხვევით დაეშვა საბურავი. კიდევაც ვიკითხე, რომ ეს ადამიანები ვინ არიან, თქო, უცხოელები იყვნენ და მითხრეს, რომ დამკვირვებლები იყვნენ და აი საბურავი დაეშვათ და ზურა მივიდა და თვითონ ზურამ შეუცვალა. აი იმ ავტომობილს მეორე ავტომობილს რანაირად დააჯახეს, აი ამ ავტოავარიის ინსცენირების. არ ვიცით, მე ეგენი არაფერი არ ვიცი. გარეთ იყო მობილიზებული ძალიან დიდი რაოდენობა მამაკაცების, რა თქმა უნდა, ბევრი ნაცნობი, ბევრი უცნობი.
და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, როცა მიდიოდა განსაკუთრებით თუ კამერა ჩართული ქონდა ან ტელეფონი ჩართული ქონდა, იყვნენ ძალიან აგრესიულები. როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონებიც, რომლებიც გარეთ იდგნენ. მე პირადად დამემუქნენ, რომ ტელეფონს თავზე დამამტვრევდნენ, დამამიწებდნენ და ძალიან აგრესიულები იყვნენ. მომივლიდნენ არჩევნების შემდეგ, გამანადგურებდნენ და იყო ეს მუხარები და მოქალაქე რომ მოდიოდა არჩევნებზე, გადიოდა ამ ადამიანების კორიდორს. ეს ინციდენტი მოხდა სოფელ ქვემო ბოდბეში 25 საარჩევნო უბანზე, რომელიც მდებარეობდა სკოლაში, სადაც წესით ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო თვითმხილველი, თუმცა როგორც მოისმინეთ, მათი ნაწილი თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან და ამტკიცებენ იმას, რომ დაპირისპირება ადგილზე არ ყოფილა. სულ სხვას ვკითხულობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში, სადაც წერია, რომ 40 აგრესიული არამეგობრული კუნთმაგარი კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საარჩევნო უბნის გარეთ მათ მიმართულად დააზიანა სადამკვირვებლო მისიის ავტომობილი და შემდეგ მოაწყო უკვე ინსცენირება საავტომობილო შემთხვევის.